ესე იგი ნახეთ მე მიყვარს გიჟდები ნახევრად ყვახე ბალზე და ყველაზე საოცარი ის არის რომ დედაჩემი ეხლა გაკრიფილ ბალს რო დაინახავს რაც დაბლაა დააბრალებ ჩიტებს ბიჭა შეჭამესო აი ესე და მერე რო იტყვის დედა ჩიტებს შეუჭამიათ და მერე ვაჩვენებ ამ ვიდეოს რო ის ჩიტი მე ვიყავი დედა აი ესეთი მიყვარს ის ჩიტი მე ვიყავი დედა ის ბალი რო შეჭამა ბევრი კი არცმია მეტარატო მოგესალმებით მოკლედ მახსენდება და მინდა ერთი ვიდეო ჩავწერო ამ საკითხთან დაკავშირებით თავიდან რო დავიწყე TikTok-ზე ეს მოღვაწეობა თუ რასაც ქვია გართობა ну მე ძალიან მალე ავკრიფე გამომწერები ეხლაც მადლობას მოგახსენებთ ამისთვის და უცბად გაჩნდა რეკლამის დამკვეთები და აი თქვენი კონტენტი აი რა არის თქვენი კონტენტი მიმართულება მე რა ვიცი რა არის არა მაგ კონტენტი ეს უცხო სიტყვები ღმერთო ნახეთ მეც ვიმეორებ ხოლმე მაგრამ ბოლომდე გააზრებულად კი არ მესმის კიბეზე ჩავდივარ და იმიტომ ვიყურები დაბლა არ მესმის გააზრებულად ეს რაღაცა სიახლე უფრო რაღაცა ძალიან ნახე კრეატიული ვერ მოვძებდე კონტენტის ზუსტი შესატყვისი ნახეთ რა ლამაზია კრეატიული კონტენტი შეიძლება ნეტა ესე რაზე მწყდება გული იცით არა გული კი არ მწყდება არ ვიცი ესე იგი ჯერ იყო და მე მოვესწარი ჩემ ბიჭობა ბავშვობაში რუსული გავლენა საშინელი აი როგორი გავლენა იცით რომ საუბრის დროს რო რუსულ სიტყვებს ხმარობდი ძალიან მაგარი იყავი მე რუსული არ ვიცოდი და ვერასოდეს მაგარი ვერ ვიყავი აი ამასაც დააკვირდით ნახეთ რა სილამაზეა ხო და ვერ ვიმეორებდი და ესე აქა-იქ რაღაცა სიტყვებს ვაბრეხვებდი ხოლმე ნიუჟელი ბოჟე მოი და მოკლედ ესე უმაპალატა ისეთი მაგარი ადამიანია ვაიმე ბალი დამწიფებულა დედა შეხედეთ აი შეხედეთ დედა ჩემ არა მომიტანას რომ მეუბნება ხოლმე და ერთ ღამეში ხო არ დამწიფდებოდა ხო და ერთი სიტყვით და არ ვიცოდი ეს რუსული და ნუ თუ ისეთ ხალხში ხვდებოდი სადაც საერთოდ არ იცოდნენ რუსული იქ ლაპარაკობდი ხოლმე იქ რაღაცას ვამბობდი ისეც ეხლა ასაკში ვარ და ეს ინგლისური სიტყვები შემოვიდა ეს ინგლისურიც არ ვიცი და ახლაც ისე ხანდახან ვამბობ ხოლმე ძალიან რო თავი არ მომეჭრას ნეტა ერთი რა თმინდა აი კიდე ნახეთ რა სილამაზეა ხო და აი რატო გვაქვს აი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რატოა ხოლმე რომ აი შემოვიდა ეს რუსული სიტყვები და სულ ამაზე ვლაპარაკობდით აი თუ წინადადებას თუ იტყოდი მთლიანად რუსულს ვერ წარმოიდგენთ რა ძლიერი განათლებული ადამიანი იყავი და ახლა ინგლისური აღარ დავეძებ ხო და იმის თქმა მინდოდა მავიწყდება თან ამ ყვავილებს გაჩვენებთ ნეტარაში გაინტერესებთ მაგრამ ლამაზია ნახეთ რატო გეუბნებით იცით მე არ ვიცი
კონტენტი. მე აი ესე დავინახე, დედა რა ლამაზი ყვავილია, რამდენი ვარდია, ხე როგორ გაიზარდა და ესეთი არ ვიცი ეს კონტენტია თუ არა. ყოველ შემთხვევაში თუ აღთოვანებული არა ვარ, არც რეკლამას ვაკეთებ, არც გავიხარო თქვენთან ერთად. ბოდიშს გიხდით. სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ. ერთმა დახვეწილმა და ძალიან ზრდილობიანმა ადამიანმა მასწავლა ესეთი რამე. საზოგადოებაში თუ დააცემინებ, ბოდიში უნდა მოიხადო. რომ აი უკაცრავად. მაინც უნდა თქვა, რა ვიცი, მე და მე სულ ვამბობ და ბოდიშს გიხდით, რომ დამეცემინა. ხო და აი ესეთი გამოსვლა მქონდა დღეს. ისიც არ ბაიმე ჩემნაირი ყვავილები, აი ჩემი ფერის რა ფერის აროჭკა. რა ფერის პერანგი მაცვია, ნეტა ინგლისურად როგორ არის პერანგი. უიმე არ დიდდება. რა ფერის პერანგიც მაცვია, იმ ფერი ყვავილები მაქვს. ესე იგი მაინც უნდა ვთქვა, იმ დღეს ვიდეოს ვწერდი და ვამბობ, აი ჩემი პრასი და დედა ჩემი მეუბნება. ბიჭო, ეს ნიორი იყო, ნიორი, რას ატყუებ ამ ხალხს და არ ვიცოდი. და მეუთხარი, ვინ მიხვდებოდა მე და ნიორს წვრილი ღერები აქვს, წვრილი ფოთლები და პრას დიდი. და აჰა, ნიორი. დედა, აღარ ვატყუებ ხალხს. ნიორია, ნიორი. ნივრის მოსავალი. წავედი ახლა მე მივხედე ჩემს კრეატიულ აზროვნებას და მე კიდე მოგიყვებით.